მოგესალმებით. გურამ ბაღდაშვილი, აღმასრულებელი შეფს არეული. საყვარელი ინგრედიენტი. ქათამი. რატო? მარტივია მოსამზადებელი. გურმანი არის. ყველა ის ადამიანი, ვისაც გემოაქვს ვირში. რომან ყოფილიყავით მზარეული, იქნებოდი? აკადემიური ვოკალისტი. რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევ? უპირველეს ყოვლისა საქართველოს. საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულოს ვიყავ? კახური. ჩემი პირველი ყელი. ფაღაყები დაჭერილი რიყეზე. შევწვი თუ არ მახსოვს, თუ არ ვცდები, რა ვიცი. რაღაცას მაიმუნობდი ბავშვობაში. ძმაკაცებს ვეცნობ. პირველი კერძი, რომელიც დაგიფიჭდა. პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობაში არ გაფიჭდა, ოღონდ შემეშალა თეთრი ღვინო წითელ ღვინოში, ჩაკაფულში. ვინ არის თქვენი მთავარი შემთხვევი? რა თქმა უნდა, სტუმარი. რა გიძნობს თქვენი გუნდი თქვენთვის? ჩემი მარჯვენა მარცხენა ხელი და ჩემი ჭერი, რა თქმა უნდა. ბოლომდე რომ იყოს დედამიწაზე, რომელ ქალაქში ისადილებდით და რას მიირთმევით? ალბათ ჟირონაში და შევჭამდი კარაბინერის. რაში გამოიხატება კრეატიულობა სამზარეულოში? პირველ რიგში შენი განათლება გეომეტრიული ალბათ და გემოვნების ფაქტორები, ეს ესენცია, რომლითაც იბადება შევზარეულობა. ლუდი თუ ღვინო? ღვინო, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუ ახლა მოგცემთ 10,000 დოლარს, რაში დაგხდეთ? ერთ მიწას ვიყიდი იმისათვის, რომ კაი ვენახი გავაშენო. რომელი ინგრედიენტი იქნებოდი? წარხუნი. რატო? იმიტომ რომ არაჩვეულებრივი არომატიც არის. ერთი რომლის ჭამის ხასიათზე სულ ხარ. ჩიხირთმა. 10 წლის შემდეგ მე ვიქნები. 10 წლის შემდეგ მე ვიქნები ალბათ ფერმერი. დაახასიათეთ ცხოვრება ერთი ფრაზით, როგორც შექმზარეულობა. შეიძლება ინგლისურად იყოს? Enjoy with my senses. სამზარეულო არის ჩემი ოცნება. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში. ალბათ ჩემი ტირანია. სტიმულს მაძლევს. ახალგაზრდა მზარეულები, რომლებიც მოყვებიან იმ გზას, რომელსაც მე ვირჩევ და მათ ვურჩევ, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, როცა მაგენი გადაწყვიტავენ ამ სფეროში definitely მუშაობას. სიამოვნებას ვიღებ როდესაც როდესაც ვხედავ შენ სახეს ბედნიერს, ჩემი კერძი რო გიდგას წინ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არასდროს არ ყოფილიყავი სამზარეულოში. მენატრება ძველი საქართველო. უარს ვერასოდეს ვიტყვი, მოგზაურობაზე. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. როცა მათყუებენ. ვერ მათყუებენ. ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიბრძოლო და შევქმნა ახალი. ყველაზე ძალიან მინდა რომ საქართველოში არსებობდეს განათლება. Peace and love. გვაქვს აქ იხვი ალუბლის соуსში ქართული არომატებით, ფოკის მონასტრის ყოლები, ანუ ქართული პროდუქტი იგივე, ბოსტნეული და გოგრე, რა თქმა უნდა. სპეციალურად პირველი არხისთვის, გურმანისთვის.